რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ადაპტაცია მოხდეს საზოგადოებაში? უნდა გავითვალისწინოთ შიშემოპირები. ეს ჩვენს გვეხება, მეც მაგათაც ახშირ შეიძლება ვთქვათ ერთ-ერთი მოსარგებლის საჭიროებები თვად ისე კარგად არ მქონდეს, ხო? ან ვთქვათ მეის არ მქონე პირის საჭიროებები გააზრებული და ჩვენ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ერთმანეთის საჭიროებები უნდა შევისწავლოთ. აი ხა მაგათაც ვთქვათ ეტლში ჩავჯექი და რაღაცა ეს გამოცდილება მივიღე, ანუ ჩვენ ერთმანეთის დარღვევებზეც, საჭიროებებზეც და მხარე საშუალებებზეც მეტი უნდა ვიცოდეთ და ერთმანეთსაც უნდა გაუზიაროთ ეს განათლება და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა დანარჩენ საზოგადოებაში რა თქმა უნდა საუბარს და ინფორმაციის გავრცელებას ალტერნატივა არ აქვს და იმედია როცა გვექნება ვთქვათ ევროპული სახელმწიფო რომ იმ ადამიანებს ასევე ეს ახსოვდეს და ამიტომ პროტესტშიც უნდა გვახსოვდეს შიშიმოპირები, იმიტომ რომ ამ პროტესტიდან ან ოდესმე ხო ამოვლენ ადამიანები, რომლებიც იქნებიან მათ შორის ხო პოლიტიკაში, საჯარო ცხოვრებაში, მედიაში, არ ვიცი, ზოგი იურისტი იქნება, ზოგი ჟურნალისტი იქნება, ყველა თავის პროფესიას დაუბრუნდება და ყველას თავის პროფესიაში მერე რომ გაახსენდეს, რომ თუნდაც ამ პროტესტის დროს გაგებული, თქვათ, შეშროპირთა უფლებებზე რაღაცა ინფორმაცია, იქნება ძალიან ფასეული, იმიტომ რომ ეს ადამიანები მე ამას გაითვალისწინებენ ცხოვრებაში და თავით საქმიანობაში, პროფესიულში და რა თქმა უნდა ეს ყველას უფლებებზე ძალიან კარგად აისახება. ძალიან დიდი მადლობა.